6 აპრილს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე პრემიერა „ვთამაშობთ კაბუკის“ გაიმართება. სპექტაკლი თეატრალური ჯგუფი ჯეოლაბისა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. ტრადიციული იაპონურ თეატრ კაბუკის პიესა „აბრეშუმის ფარანი“ მისტიკური კომედიაა მარადიული სიყვარულის, კარმისა და ბედის ძალების შესახებ. საოცრად ლამაზი და პოეტური ენით დაწერილი პიესა მოგვითხრობს ახალგაზრდა სამურაისა და გოგონას სიყვარულის ამბავზე. სოხუმის თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგებიან მსახიობები მილენა აჟიბა და ნინო პაპავა, რომლებიც აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ბლოგერები არიან და მედია პროდუქტს გოგონები აფხაზეთიდან ქმნიან. ვთამაშობთ კაბუკის სპექტაკლის ნახვა მაყურებელს 6, 7 და 8 აპრილს სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეეძლება. არის ულამაზესი ისტორია, ძალიან პოეტური სიყვარულის ისტორია, მარადიულ სიყვარულზე, მაგრამ მთელი სიუჟეტი იმით არის საინტერესო, რომ გოგო, რომელშიც არის შეყვარებული მთავარი გმირი სამურაი, აღმოჩნდება არის სული და არა ადამიანი, ასე ვთქვათ, გარდაცვლილი, რაც ირკვევა ფინალში. ჩვენთვის არის ექსპერიმენტი, რადგან კაბუკის თეატრში ყველა როლს ასრულებენ მამაკაცები, ქალის, კაცის და ჩვენ ვაკეთებთ პირიქით. ყველა ეს არის ჩვენი ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი მსახიობებისთვის.